გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენი მას დაუსწრებლად შეეფარდა. მანამდე კი სხდომაზე ბაჩიაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი ეთქვა. შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილმა ქვეყანა წინა კვირას დატოვა. საუბარია 53 მილიონამდე ლარის კრიპტოვალუტის მითვისებაზე. მაკა ლაშხია სასამართლოდან შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მისგან უფრო დეტალურად მოვისმენთ სხდომის შესახებ და განაჩენის შესახებ. მაკა გისმენთ. ლიზა, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილი აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი და ადვოკატი ჩვენ ახლა ველოდებით რა კომენტარს გააკეთებს ადვოკატი და პროკურორი. მე გეტყვით იმას, რომ გიორგი ბაჩიაშვილს საგამოძიებო უწყება ედავებოდა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი ბიძინა ივანიშვილი. საუბარია 2017 წელს ჩადენილ ქმედებაზე, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, კრიპტოვალუტებისგან მოგებული თანხის მხოლოდ 9 მილიონი გადასცა და 900-მდე ბიტკოინს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რაც იმ დროისთვის 53 მილიონ დოლარამდე შეადგენდა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დღეს პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ და მოსამართლე დღესვე გავიდა სათათბიროდ და როგორც უკვე გითხარით, გიორგი ბაჩიაშვილი აღნიშნულ საქმეზე უკვე დამნაშავედ იქნა მიჩნეული, ის უკვე მსჯავრდებულია და მას 11 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაკა ლაშხია იყო პირდაპირ ეთერში.